Georgi. Amogadzeba რამაში. ემოდელი აქცია მსახურება იმას, რომ იმ ადამიანებს, ვინც ამ მოედის ბედი ანაღლებს, მივცემ საშუალება, რომ ეს გამოფართონ. ეს იქნება უბრალოდ აქ მოსვლით ან რაღაცა წიგნების მოტანით, რომელიც მათ აღარ ჭირდებოდა შეუძლიათ გაყიდონ, ან უსახლკარო ბავშვებისთვის სტანსაცმელი სხვადასხვა ნივთების მოგროვება შეუძლიათ მოიტანონ და ეს არის ერთის მხრივ იმის გამოვლინება, რომ ეს ადგილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მეორე, რომ ჩვენი აქტივობით შეგვიძლია რაღაცა გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთე ჩავიტინოთ. და ამავდროულად გვინდა რომ თბილისის მერიას მივაწვდინოთ თქვა ჩვენი ხმა, ორ რაღაცას ვითხოვთ ძირითადად. პირველ რიგში გაიმართოს საჯარო შეხვედრა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებული არიან ამ მოედნის ბედში. აქ არ იგულისხმება მარტო ის თბილისის ხამქარი, არამედ ბევრი სხვა ადამიანი, თუნდაც სხვადასხვა ორგანიზაცია. იქ განხილული იქ და ფასტროთ მოგვიყვნენ ან აღვიხსნან რა ხდება მოედანთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მოედანი გაყიდულია 2011 წლის მაისში. ისინი ამბობენ რომ მოედანი ეკუთვნის თბილისის განვითარების და რეაბილიტაციის ფონდს, რომელიც ესე არ არის რეალურად. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც ეს მოედანი გაიყიდა, მე ამბობს რომ ეს მოედანი არ არის გაყიდული. უბრალოდ მიდგომა არის ის, რომ რაღაც შექმნილ ისტორიას ვთავაზობენ, შექმნილ რეალობას ვთავაზობენ, რომელიც წესით ტურისტისთვის უნდა იყოს მიმზიდველი, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ესეც არ ამართლებს, ტურისტები ყველაზე მეტად ამ ადგილებს გაურბიან, ამ ახალ რეაბილიტირებულ ადგილებს გაურბიან და მოდიან ისეთ ადგილებზე, სადაც ჩანს რეალური ავთენტური სახე თბილისის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით ის, რომ დღეს ძველი თბილისი, აი ეს ადგილი და ამ ადგილის მოსახლეობა წარმოადგენს ქალაქში მოქმედი დიდი კაპიტალისტვის წინაღობას. ეს ხალხი თავისი ცხოვრების წესით, თავისი სოციალური მდგომარეობით არ ექვემდებარებიან იმ კომერციულ ლოგიკას, რომელიც თქვა დღევანდელ ხელისუფლებას უნდა რომ თავს მოახლიოს ყოველდღიურობას, თბილისელების და ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობას. ეს რაც ხდება დღეს გუდიაშვილის მოედანზე, ძალიან ბევრ ადგილას ხდება თბილისში და საქართველოში. ბევრი სახელი შეგვიძლია, ანუ ველური კაპიტალიზმი, ნეოლიბერალიზმი, უპასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, ცენტრალიზებული ძალაუფლება, ანუ ამ კომპლექტის მიმართ უნდა ვიყოთ ჩვენ კრიტიკულად განწყობილები და არა იმის მიმართ, რომ გუდიაშვილის მოედანი აღმოაჩინეთ, რომ თურმე ხვალე უნდა დაინგრეს და თქვათ ეს გარემო და ეს თქვათ ისტორიული შენობები აღარ გვექნება. არქიტექტურა როგორც ფიზიკური, ანუ ხელოვნების დარგი არ არის განყენებული დარგი, ანუ არის ისეთი ხელოვნის დარგი, რომელიც უშუალოდ ყოველდღიურობაზე, მოსახლეობის საქმიანობაზე და სოციალურ-კულტურულ შინაარსზე ქალაქისას და უფრო დაწყვილებით კიდე უბნისას ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას. ქალაქი არის ადგილი, სადაც ხდება კულტურის გენერირება, ხო? და კერძოდ ესეთი სივრცეები, სადაც არქიტექტურა და ეს ურბანული გარემო გაკავშირებს შენ წარსულთან, იდენტობას გიქმნის და ამავდროულად გაძლევს იმის საშუალებას თავისუფალი სივრცეა საზოგადოებრივი, სადაც შემოქმედების გამოტანა შეგიძლია, შემოქმედებითი აქტიურობა, სოციალური კავშირების დამყარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ მერის გამოსვლას უსმინეთ, სადაც ცოტა ირონიით აღნიშნა, რომ ხალხის აქტივობა უბრალოდ სასაცილო არისო და ძალიან დასანანია და უხერხულია, რომ მერს მოქალაქეობის ჯანსაღი აქტივობა მიაჩნია სასაცილოდ. All the way, baby, down the hill.
down the river, coming back to my mind.